ერთი ძველი ხალხური ზღაპარი მოგვითხრობს მოხუცი ქალის შესახებ, რომელსაც ყოველდღე მდინარიდან 2 სათლით მიჰქონდა წყალი შინ. სათლები გრძელი ჯოხის ბოლოებზე ჰქონდა ჩამოკიდებული, ჯოხი კი მხრებზე გადებული. ერთი სათლი სულ ახალი იყო, მეორე კი ძველი და გახვრეტილი. სახლში მისვლისას ახალი სათლი წყლით იყო სავსე, ძველში კი თითქმის წვეთიც აღარ რჩებოდა. ძველი სათლი თავს ცუდად გრძნობდა, ამის გამო და პატრონს ბოდიშს უხდიდა. ერთხელაც მოხუცმა ქალმა ბოდიშზე პასუხად ძველ სათლს იმ ბილიკისკენ მიუთითა, რომელზეც ყოველდღე დადიოდა და ჰკითხა: ხედავ ამ ყვავილებს, ბილიკის აქეთ-იქით რომ გაზრდილან, შენ წყალ მათ ყოველდღე, ჩვენ ტყუილად არ დავდივართ მდინარეზე წყლის მოსატანად. ჩვენ ისეთ სოფლიოში ვცხოვრობთ, რომელიც ეთაყვანება და აღმერთებს ახალგაზრდობას. ახალგაზრდები ხომ ძალღონით სავსენი და ნაყოფიენი არიან, თუმცა ბიბლია მკაფიოდ გვეუბნება, რომ უფლის მორწმუნეებს, რომელნიც წმინდებად არიან წოდებულნი ღვთის მიერ, თუნდაც მოხუცები იყვნენ, მაინც შეუძლიათ მშვენიერი ნაყოფის გამოღება. წმინდანი კი ფინიკივით გაიფურჩქნებიან, დაწერილია ერთ-ერთ ფსალმუნში. სიტყვა მოხუცი ყოველთვის ბრძენს როდი ნიშნავს, თუმცა მოხუცებულ ქრისტიანებს შეუძლიათ ჩვენ ცხოვრებაში იმ წვლილი შეტანა, რომელიც ახალგაზრდებს არ ძალუძთ, რადგან მათ უფრო დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ, უფრო დიდხანს უცხოვრია და უფრო მეტად აქვთ ფესვი გადგმული რწმენაში. ასეთ ადამიანთა შესახებაა დაწერილი იმავე ფსალმუნში: სიბერეშიც გამოიღებენ ნაყოფს, წვნიანსა და ხასხასას. სწორედ ამიტომ უფრო მეტად უნდა ვაფასებდეთ მათ და მეტად ვზრუნავდეთ, რადგან უფლისათვის ერთნაირად ძვირფასი არიან თავისი შვილები, ახალგაზრდებიც და მოხუცებიც.